ფორმულა 1-ის ჩემპიონატი ტრადიციულად ავსტრალიიდან იწყება. შარშან პადოკის ისტორიები ჩვენს სწორედ ამ გრან-პრიდან განვაახლეთ და მას შემდეგ პროექტის აუდიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ კიდევ ერთხელ გადავინაცვლოთ 1996 წელს მელბურნში, როდესაც ალბერ პარკმა ფორმულა 1-ის გრან-პრის პირველად უმასპინძლა და თავისი დასამახსოვრებელი კვალი დატოვა სამეფო რბოლების ისტორიაში. ამ წელს პირველად მოხდა, რომ ავსტრალიის გრან-პრიმ გახსნა ჩემპიონატი. მანამდე როგორც წესი სეზონი ბრაზილიაში ან სამხრეთ აფრიკაში იწყებოდა, ხოლო ავსტრალიის ეტაპი ადელაიდის გრან-პრით ხურავდა ჩემპიონატს. პირველად სტარტის პროცედურაში აქ გამოიყენეს 5 წითელი შუქნიშანი. ამ წესის დანერგვამდე სტარტის ნიშანს მწვანე შუქი იძლეოდა. დაახლოებით ისე, როგორც ეს 1994 წლის ბრაზილიის გრან-პრის სტარტის მაგალითზეა ნაჩვენები. მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი გრან-პრი ჩაატარა ფერარის რიგებში. დანარჩენი კი როგორც იტყვიან უკვე ისტორიაა. პირველად ფორმულა 1-ში სავალდებულო გახდა ბოლიდებზე ეგრეთ წოდებული კოკპიტის მაღალი გვერდები. ფიამ ეს გადაწყვეტილება 1995 წლის ბოლო რბოლაში, ავსტრალიურ ადელაიდაში მიკა ჰაკენენის უმძიმესი ავარიის შემდეგ მიიღო. 1996 წლის ავსტრალიის გრან-პრი ჟაკ ვილნევის კარიერის პირველი რბოლა იყო. კანადელმა კვალიფიკაცია მოიგო და რბოლასაც ლიდერობდა, მაგრამ ძრავის პრობლემების გამო იძულებული გახდა პირველი ადგილი თანაგუნდელი დეიმონ ჰილისთვის დაეთმო, რომლის ბოლიდიც ვილნევის მანქანიდან დაღვრილი ზეთით მთლიანად იყო დასვლილი. დღეს სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ პადოკის ისტორიების გამოწერა, ჩვენ ერთმანეთს ავსტრალიის გრან-პრის შემდეგ შევხვდებით.